მოგესალმებით. დღეს ორშაბათია. რა თქმა უნდა, მოვიდა მსოფლიო როგორც ასეთის დრო. მე გახლავართ ალექსი ბუკაპეტრიაშვილი და BMG-ს გუნდთან ერთად განვაგრძობთ მსოფლიოს ყველაზე ცხელი და მნიშვნელოვანი ამბების თქვენთვის გაცნობას და ჩვენ სტუმრებთან ერთად მის გაანალიზებას. მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, სხვადასხვა წერტილებში სხვადასხვა განვითარებები და პროცესებია, საყოველთაო ესე ვთქვათ, აღფრთოვანება და მხარდაჭერა მოიპოვა იაპონიის არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ, ყველა მეულოცა იაპონიის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ანაე ტაკაიჩის, ასევე პორტუგალიაში გაიმართა არჩევნების მეორე ტური და მემარცხენე ცენტრისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მან ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს აჯობა, კანდიდატს აჯობა, საქმე იმაშია, რომ ცენტრისტმა მემარჯვენეებმა მხარი დაუჭირეს მემარცხენე ცენტრისტ კანდიდატს. ასევე საინტერესოდ ვითარდება სხვათა შორის ნავთობის სფეროში პროცესები, მას მერე რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა დამატებითი 25%-იანი ტარიფები მათთვის, ვინც ივაჭრებს ირანთან და რუსეთთან, ინდოეთმა მკაცრად და მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა და ახლა სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ირანული ნავთობით დატვირთული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები არის დაკავებული ინდოეთის მიერ. ჩინეთი არა მხოლოდ რუსული ნავთობისგან, არამედ რუსული თხევადი ბუნებრივი აირისგან შესყიდვაზე იკავებს თავს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსულ ნავთობს კვლავინდებურად ექსკლუზიურად შეიძლება ითქვას ყიდულობს ძალიან დაბალ ფასად. ფასებზე გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არაპირდაპირ გამართუმა მოლაპარაკებებმა ომანის დედაქალაქ მასკატში. პირველი რაუნდის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაქჩიმ პოზიტიურად შეაფასა დაწყებული მოლაპარაკებები, თუმცა ირანის ხელმძღვანელი პირები ერთ მნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებენ და არ არის კონკრეტული საუბარი არც ჰეზბოლას და ჰამასის დაფინანსების შეჩერებაზე. ისრაელი აფრთხილებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ თუ არ შეწყდება ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამა, ისრაელი იტოვებს უფლებას სამხრივად დაარტყას ირანს და განახორციელოს მორიგი სამხედრო იერიში ირანის ინფრასტრუქტურაზე. რუსეთში გავრცელებული ცნობებით, დღეს გავრცელებული ცნობებით, რუსეთში სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოადგილის გენერალ ვლადიმერ ალექსეევზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირები დაკავებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი რუსეთში მოხდა მოლდოვის და საქართველოს გავლით. რამდენად იყო ეს კონკრეტულად უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომ მისგან არ იყო ეს ქმედება განხორციელებული და დაგეგმილი, რა შეიძლება და ყოფილიყო უშუალო თვითონ ამ მკვლელობის მცდელობის უკან და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, დღეს ვიმსჯელებთ ჩვენს სტუმართან, რომელიც გახლავთ დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე. მოგესალმებით, შალვა. მოხარული ვარ, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. არ შემიძლია თქვენი ესე ვთქვათ წინაცხოვრების პროფილიდან არ დავიწყოთ ამ თემაზე საუბრით. ბევრი ინფორმაციას ვეცნობი ამასთან დაკავშირებით და საუბარი არის იმაზე, თითქოს შეიძლება ეს იყოს შიდა სადაზვერო, ესე ვთქვათ, სხვადასხვა შტოებს
უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და გერეუს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირებასთან დაკავშირებული უშუალოდ გენერალ ალექსეევის საქმიანობასთანაც დაკავშირებული ის კურირებდა კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას და სპეციალურ ოპერაციებს. თქვენ როგორ აფასებთ, რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ შეიძლება ეს შეაფასოთ? სრულიად დასაშვები ვერსიაა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. სრულიად დასაშვები ვერსიაა, გაჟღერდა გარკვეულწილად დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კერძო კომპანიასთან. ალბათობა იმისა, რომ რამენაირად ამის უკან იდგეს რუსეთის კონკრეტული სპეციალური სამსახური მაღალია, თუმცა არც ის არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესის ორგანიზებაში სხვა ქვეყნის რომელიმე სპეციალური სამსახური ყოფილიყო დაინტერესებული. ვიცით, რომ აღნიშნული გენერალი არის საკვანძო ფიგურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარსადაზვერო სამმართველოში. იგი პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, წლების განმავლობაში იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის სპეციფიური ოპერაციების დაგეგმვა განხორციელებაში, ასევე მომლაპარაკების როლში იყო პრიგოჟინის აქციების დროს. ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და ზოგადად ეს დანაყოფი გრუთ წოდებული დაზვერვის მთავარი სამმართველო არის აგრესიული სადაზვერო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დაინტერესების ქვეყნებში ატარებს სპეციფიური ხასიათის ღონისძიებებს. დეტალებში არ წავალ, მაგრამ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპერაციები, რომლებიც პირდაპირ ასახავს რუსეთის ფედერაციის ეროვნულ თუ სახელმწიფო ინტერესებს. შეიძლება თქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სადაზვერო ორგანიზაცია. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ პიროვნება მისი საქმიანობიდან გამომდინარე ჩართული ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის სპეციალური ოპერაციების განხორციელებაში მაღალია, შესაბამისად მის მიმართ ინტერესი იქნებოდა მაღალი. რუსეთის ფედერაციაში არსებულ შიდა მოწყობას და შიდა სტრუქტურას თუ გავითვალისწინებთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო უწყებებს შორის გაურკვევლობისა ან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ბრჭყალებში ვიხმართ დალაგების თემების გარკვევა. თვითონ დაკავების ფაქტი, რომ ორი პიროვნება დააკავეს და ასე სწრაფად მოხდა ეს რეაგირება, ესეც საინტერესოა. ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება უფრო დეტალური ინფორმაცია. მე როგორც ვიცი, გარკვეულწილად რაღაც აღიარებითი ჩვენებები უკვე გავრცელდა. საინტერესოა, მაგრამ რუსეთის საინფორმაციო ნაკადში ახლა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობა საკმაოდ, ასე ვთქვათ, ზედაპირულად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. აქ იქნება აუცილებლად პოლიტიკური მდგენელი და კონკრეტული სამსახურის ან კონკრეტული ინდივიდის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული საინფორმაციო ნაკადის შექმნა, რაცა დამკვიდრდეს რაღაცა აზრი. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ პიროვნების მიმართ შესაძლებელი გახდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარება, თუ ამის უკან იდგა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახური, ეს მიანიშნებს ამ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მაღალი დონის მომზადებას და რუსეთის უსაფრთხოების სისტემის მოშლას, ხოლო თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს გამოვრიცხავთ, მაშინ მიანიშნებს ქვეყნის შიგნით სპეციალურ სამსახურებს შორის უმაღლესი დონის დაპირისპირებას, რომელიც მიდის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციისა ან დაზიანების ან გარკვეულ ფიგურანტთა სამუშაო სივრციდან, სამუშაო ველიდან გათიშვის მიმართულებით. ის ფაქტი, რომ სადაც უკრაინის სპეციალურ სამსახურებს აღებული აქვს თავის ეს პასუხისმგებლობა და გამოცხადებულია, რომ მათი ოპერაცია იყო 10-ზე მეტი გენერალი არის ლიკვიდირებული მოსკოვის შუაგულში, თუ შეიძლება ითქვას ელიტურ დასახლებებში და აქ აშკარა არის რეალურად რუსული სპეციალური სამსახურების სუსტი მუშაობა. ამ თვალსაზრისით რამდენად შესაძლებელია, რომ ვიმსჯელოთ და დავასკვნოთ, რომ ეს სპეცსამსახურების შორის ან ერთმანეთში დაპირისპირება, ან ესეთი მოსუსტება რეალურად თვითონ რუსეთში სისტემის თლიანობაში აღებული სისტემის ფუნქციონირების დასუსტება და მოშლაზე მიუთითებს. აბლაბუდის ოპერაცია არის ამის თვალსაჩინო მაგალითი. სისტემურად თუ შევხედავთ, ეს ცალსახად იკვეთება, რომ რუსეთის უსაფრთხოების სისტემა არის მოიცავს უამრავ პრობლემას და სისტემა არის დაზიანებულ მდგომარეობაში. ეს კარგია, ძალიან კარგია, გულწრფელად ნამდვილად. აქ ასეთი ტიპის ოპერაციის დაგეგმვის დროს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებისა თუ სხვა სამსახურების მხრიდან გათვალისწინებული იქნა მთელი რიგი ხარვეზები და გადაცდომები, რომლებიც მათ კარგად შეისწავლეს მოწინააღმდეგის რიგებში და განახორციელეს უნიკალური ოპერაცია. რუსეთის უსაფრთხოების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა კონტექსტში არის არა განვითარების, არამედ სწრაფი რეგრესის პირობებში და შესაბამისად მოწინააღმდეგეს ეძლეოდა ასეთი ტიპის ოპერაციების ჩატარება. ზოგადად გასაკვირი არ არის, რომ რუსეთში დღეს ასეთი ვითარებაა. ჩვენ ვიცით საბრძოლო მოქმედებების ზოლზე, ასე თქვა, პირობებში რა მდგომარეობაში იმყოფება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად ეს აისახება რუსეთის სპეცსამსახურებზე, ვიცით რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა, ვიცით სოციალური პრობლემები. ჯამში მათ მიერ წამოწყებული ეს ეგრეთ წოდებული სპეციალური ოპერაცია, რომელიც კლასიკურად საბრძოლო ომია, მათ მიუტრიალდათ, ასე თქვა, შეიძლება ითქვას უკან და შესაბამისად სახელმწიფოში აისახა ის პრობლემები, რომელიც რეალურად უნდა ასახულიყო. ჩემი გათვლით და ზოგადად საჯაროდ არსებული ინფორმაციით რუსების მოლოდინი იყო, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოლოდინი იყო, რომ ეს საბრძოლო მოქმედებები მაქსიმუმ რამდენიმე კვირას გასტანდა და ისინი შეძლებდნენ ამ ჰიბრიდული თუ სხვა ტიპის მოქმედებებით უკრაინაში სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ეს უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და მას ჯერჯერობით მეხუთე და მას ჯერჯერობით ასე ვთქვათ დასასრული არ უჩანს. იყო თუ არა, შეიძლება თუ არა ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს როგორც ისევ და ისევ რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინს ჰქონდა მოლოდინი, რომ ხარკოვის რეგიონში, სხვა რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში თითქოს ყველაფერი გამზადებული იყო იმისთვის, რომ პურით და მარილით და ესე ვთქვათ, მიხაკებით შეხვედროდნენ რუსულ სამხედრო საოკუპაციო შენაერთებს და სინამდვილეში მე ვცელდებოდა უამრავი ინფორმაცია, რომ FSB-ს ხაზით უზარმაზარი თანხები იყო გახარჯული ამ ფონის და ნიადაგის მომზადებისთვის. იყო თუ არა აქ ჩავარდნა სერიოზული ეს რუსული სპეცსამსახურების და ათარებს თუ არა ასეთ დროს პასუხისმგებლობას იღებს თუ არა ვინმე პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, იყო მსგავსი მოლოდინი, ასე ვთქვათ, სპეციალური ოპერაციის ომის დაწყების წინაპირობებში, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ უკრაინის მოსახლეობა გარკვეულწილად გაგებით შეხვდებოდა მათ აგრესიულ პოლიტიკას, მათ ჰქონდათ ასევე ინფორმაცია და ჩვენ ვიცით კონკრეტული დანაყოფი და კონკრეტული ხალხი დასახელდა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ, ასე ვთქვათ, წინა საინფორმაციო სიტუაციის შექმნასა და შემდგომში მოსახლეობის ხარდაჭერის მიღების უზრუნველყოფაზე. დასახელდა მაგალითად ბესედას გვარი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი პირია და პირადად კურირებდა უკრაინის მიმართულებით რუსეთის სპეციალური სამსახურების საინფორმაციო თუ სხვა ტიპის აქტივობებს. იგი დღესაც იკავებს გარკვეულ პოზიციას, თუმცა მე მგონი უკვე აღარ არის, ასე ვთქვათ, საკვანძო და გადამწყვეტ პოზიციაზე. შესაბამისად, მოლოდინი ეს იყო კიდევ ერთხელ იმ სისტემის ხარვეზი, რუსეთის ფედერაციის შიდა უსაფრთხოების სისტემის ხარვეზი, რაც პრინციპში ხელისუფლების მიერ თვითონვე იქნა შექმნილი, ისინი მოერგნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის იყო სასურველი. ასევე ვფიქრობ, რომ და რეალობა აჩვენებს, მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული უკრაინელი ხალხის განწყობა, დამოკიდებულება და საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლის უნარები და შესაძლებლობები, ასევე გასათვალისწინებელია კონკრეტულად პოლიტიკური ხელმძღვანელობის, კიევის ხელმძღვანელობის და უკრაინის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან და საკუთარი პატრიოტიზმის საკითხთან დაკავშირებით და ასევე გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების დროული და ასე ვთქვათ მომენტალური ჩართულობა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში, რამაც მისცა უკრაინელ ხალხს შესაძლებლობა, რომ განეხორციელებიათ ის, რასაც დღეს ახორციელებენ. ერთი შეკითხვაც ამ მიმართულებით. მოლაპარაკებებში, რომელიც დაიწყო ისევ განახდა უკრაინასა და რუსეთს შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის სტატუსით აწარმოებს ყველასთვის კარგად ცნობილი გენერალი კირილო ბუდანოვი. ნიშნავს თუ არა რუსეთის მხრიდან სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსის ჩართვა მოლაპარაკების პროცესში, რაიმე აი ფსიქოლოგიურად თანასწორი რაღაც ასეთი წონიანი ფიგურის წარმოდგენას.
ან თუ რამე სხვა დატვირთვა შეიძლება ატარებდეს. შესაძლოა რაიმე სხვა დატვირთვაც ჰქონდეს ამ საკითხს, თუმცა ბუდანოვის ამ თავმდაბლობაზე დანიშვნა და მისი ასე ვთქვათ პოლიტიკურ ნაწილში გადაადგილება ძალიან კარგი იქნება ჩემი სუბიექტური აზრით უკრაინის ხელისუფლებისთვის, ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება უკრაინის სპეციალური სამსახურებისთვის, რომლებიც იგრძნობენ პოლიტიკური ნაწილის უფრო მეტ მხარდაჭერას და ასევე ვფიქრობ, რომ ბუდანოვის მიერ წარსულში განხორციელებული საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ტიპის აქტივობების, რაც საჯაროა და რაც არ არის, არავინ არ ვიცი პრინციპში რა არის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გენიალური ტიპის გენიალურ ოპერაციებს ატარებს, მისი დანაყოფი და ასევე უკრაინის სხვა სპეციალური სამსახურები, ვფიქრობ, ეს იქნება დამატებით უფრო მყარი კომპონენტი რუსეთისა, მოსკოვისა და კიევის ურთიერთობების ნაწილში. ალბათ სავარაუდოდ მოლაპარაკებების დროს მოხდება ისე, რომ ორივე მხარეს ერთ ენაზე მოსაუბრეს საზოგადოება დაუждდება ერთმანეთს და შესაბამისად ან გაამარტივებს, ან რაღაც კონკრეტულ საკითხამდე მივა ეს საკითხი და შემდგომში ეს გადაინაცვლეს უკვე უმაღლესი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტექსტში. ამ კონტექსტში უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში აი მაგალითად deep state-მა რომელიც შეისწავლის რუკებს არა იმ deep state-მა, არამედ რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას ფრონტის ხაზზე დღეს ნახე ინფორმაცია გავრცელდა, რომ შენელდა საგრძნობლად რუსული იერიში ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე. ამის ფონზე ლავროვი მუდმივად აცხადებს ერთი, რომ არაპირებენ ევროპაზე თავდასხმას, მაგრამ თუ იქნება ევროპის მხრიდან თავდასხმა, იქნება უმკაცრესი პასუხი, სრულ მასშტაბიანი პასუხი, სამხედრო პასუხი. მეორე, ევროპის ქვეყნების წამყვანი საკმაოდ ესეთი მაღალი სანდოობის მქონე სადაზვერვო სამსახურები თავის ანგარიშებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპის, მათთან ერთად გერმანიის, ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი იმზადება ევროპის ქვეყნებზე თავდასხმისთვის. რა არის ამაში ლოგიკა? თითქოს ერთის მხრივ რუსეთი სუსტდება ეკონომიკურად და ვეღარ გამოსდის, ვერ მიიწევს წინ ამ ფრონტის გაყოლებაზე უკრაინაში და მეორეს მხრივ ემზადება ევროპის ქვეყნებზე თავდასხმისთვის. რა შეიძლება იდგეს ამის უკან? რა ლოგიკა შეიძლება? არ მგონია ევროპულ დედაქალაქებში და ბრიუსელში ამას ახლა სერიოზულად რა თქმა უნდა უყურებენ, მაგრამ კარგად აფასებენ რუსეთის სამხედრო პოტენციალს და დღეს მის ეკონომიკურ ან სხვა ტიპის რესურსებს. არ მგონია დღეს რუსეთის ფედერაციას რომელიმე ევროპული ქვეყნის მიმართულებით გალაშქრებისა და მისი დაპყრობის რესურსი ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს უფრო არის ალბათ ბრიუსელსა და კიევს შორის გარკვეული ტიპის ურთიერთობების, ფორსირებული ურთიერთობების შენელებისა და გარკვეული შიშების გაჩენის კომპონენტი, სუფთა საინფორმაციო ომის კომპონენტში და თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. ეს საკითხი ჩვენ ვიცით, რომ კიევსა და ბრიუსელს შორის არის საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის სამხედრო სტრატეგიულ სფეროში და შესაბამისად ისიც ვიცით, რომ ევროპული კავშირის ცალკეული ქვეყნები სკეპტიკურად უყურებენ ამ ტიპის ურთიერთობებს და ალბათ ეს არის გათვლილი ევროპაში, შიგნით ევროპის ცალკეულ ქვეყნებში გარკვეული შიშებისა და გარკვეული მოლოდინების განვითარებისათვის, რათა შეასუსტონ ბრიუსელისა და კიევის თანამშრომლობა. არ მგონია სპეციალურ ჯგუფებში, უსაფრთხოების საბჭოებში ან ცალკეულ რაღაცა სათათბირო ორგანოებში რუსეთის დღევანდელ პოტენციალს უყურებდნენ, როგორც მის რაღაც შესაძლებლობას დაეპყროს რომელიმე ევროპული ქვეყანა. გამორიცხულია ამ ეტაპზე მას ეს რესურსი არ გააჩნია, თუმცა თუ ხარდაჭერა კიევის მიმართ და თუ ევროპული პოლიტიკა ზოგადად ამ რუსეთის დამპყრობლული პოლიტიკის მიმართ შენელდება, რუსეთი სხვადასხვა დროს გარკვეულ პერიოდში შეეცდება აღიდგინოს თავისი რესურსები და არ არის გამორიცხული განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნების მიმართულებით გარკვეული ტიპის გაამწვავოს გარკვეული ტიპის მოქმედებები. ჩვენ ვიცით, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ გარკვეული ტიპის მოქმედებები ჩანს, გავრცელდა ინფორმაცია ნორდიკული ქვეყნების მიმართულებით სადაზვერვო აქტივობების გააქტიურების შესახებ. ეს რაღაცა ასე ვთქვათ დიდი საინფორმაციო ტალღი შექმნას ემსახურება, საბოლოო ჯამში ემსახურება, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ პირობებში ემსახურება ბრიუსელსა და კიევს შორის საკმაოდ კარგი, ეფექტიანი და საინტერესო თანამშრომლობის ფორმატების შესუსტებისა ან შენელების ამოცანის გადაწყვეტას. და კიდევ ერთი გამორჩეული სპეციალური სამსახურის, სადაზვერვო სამსახურის
ფლობელი ქვეყნის ისრაელის წუხილებზე ვისაუბრეთ, რომ კიდევ მიემგზავრება პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ ვაშინგტონში, აშკარაა რომ ცდილობს დაარწმუნოს დონალდ ტრამპი განახორციელოს დარტყმა ირანის სამხედრო და ბირთვული პროგრამების ინფრასტრუქტურაზე. არის თუ არა ესეთი მოლოდინი გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა რომ რაიმე შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციასა და ხამენეის აიათოლების რეჟიმს შორის და თუ არ მოხდა რამდენად რეალურია რომ განხორციელდეს მასშტაბური სამხედრო დარტყმა ამერიკის, ისრაელის და შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნების მასშტაბურ სამხედრო დარტყმას სუბიექტურად ვიტყვი გამორიცხავ, ალბათ იქნება წერტილოვანი დარტყმები, თუმცა სანამ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები, ეს დარტყმების კალღა ნელ-ნელა უკან გადაიწევს. საინტერესოა ნამდვილად ისრაელის პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანამდე რამოდენიმე კვირით ადრე მოსადის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ვაშინგტონში და ჩაატარა საინტერესო შეხვედრები, როგორც ჩანს რაღაცა ტიპის საკითხის შეჯერება ხდება. ასევე ვიცით, რომ რეგიონის წამყვანი სახელმწიფოები არიან ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ომანის შეხვედრამ, ომანის სასულთნოში ჩატარებულმა შეხვედრამ მოგცა მხოლოდ ის, რომ შემდგომი შეხვედრა მიმდინარე კვირაში დაიგეგმება. ვფიქრობ, საკითხი დგას ასე, ან გარკვეული ტიპის საკითხზე შეთანხმდებიან და მე მგონი თეირანი უკვე იძლევა გარკვეული ტიპის სიგნალებს, რომ ვერც ერთ საკითხზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან. განსაკუთრებით გაამწვავა ისრაელის დღევანდელმა განცხადებამ შორს ბალისტიკური რაკეტების პოლიტიკის სიმწვავემ, მაგ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს პირდაპირ არის ისრაელის უსაფრთხოების საკვანძო კომპონენტი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ იქნება რამოდენიმე კიდევ რაუნდი და ყველა მხარე მიხვდება, რომ საუბარია ეს აზრი არ აქვს, ალბათ და შემდგომში იქნება წერტილოვანი დარტყმა. ჩვენ ვიცით, რომ ირანს აქვს უდიდესი პოტენციალი საერთაშორისო ურთიერთობებში სპეციფიური დიპლომატიური ურთიერთობების და მოლაპარაკებების წარმოების, ეს ცნობილია ირანი თავისი ამ რესურსებით და ნახოთ არის თუ არა ამ მოლაპარაკებებში სადაზვერო სამსახურებით ჩართული. რა თქმა უნდა, ახლა ირანის სახელმწიფოს მართვაში სპეციალური სამსახურები და სამართალდამცავი ორგანიზაციები თამაშობენ, ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. ვიცით, რომ იანვრის პროცესები პირდაპირ იყო რევოლუციის გუშახთა კორპუსის ქმედებებთან დაკავშირებული, მაგიტომაც მოხდა ამ ორგანიზაციის დასანქცირება. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული დანაყოფი, რომელიც მართავს ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან პროცესებს და ასევე ქვეყნის გარეთ გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები და შესაძლებლობები. ირანის სპეციალური სამსახურების ქსელი და სისტემა მოდებულია მთელ მსოფლიოს, მათ გააჩნიათ კარგი პოტენციალი და შესაბამისად საბრძოლო მოქმედებების განახლების, უпроსტად ახალი ტალღის დაწყების შემთხვევაში არ გამოირიცხება, რომ ირანის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარონ სპეციალური ოპერაციები, რომლებიც გავლენას მოახდენენ სხვადასხვა დედაქალაქებების პოლიტიკის ფორმირებას. რამდენად აი სწორედ ეს იყო ჩემი ბოლო შეკითხვაც, რამდენად სერიოზულია ის მუქარა, რომელზეც საუბრობს ირანის აიათოლების რეჟიმი თუ სამხედროები თუ რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები, რომ თუ კი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახორციელებს ირანის საპასუხო იერიშებს და ეს არ არის მხოლოდ სამხედრო იერიშები. უნდა ველოდოთ ამ შემთხვევაში ტერორისტულ ქმედებებს და საქმიანობას. ტერორისტულ ქმედებებს აუცილებლად უნდა ველოდოთ. ჩვენ ვიცით, რომ ირანის რეჟიმი მხარდაჭერას უცხადებს ცალკეულ ჯგუფებს, რომლებიც ცნობილნი არიან რეგიონში ტერორისტული საქმიანობით, მათ შორის ეს არის მათი საგარეოპოლიტიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სპეცსამსახურების ხაზით. რამდენად შეესაბამება მათ მიერ საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია მათ რეალურ შესაძლებლობებთან, ცოტა რთული სათქმელია თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ მათ რეგიონში არსებულ 12 დღიან საბრძოლო ოპერაციებს, ასევე იმ კომპონენტს, რომ ისრაელმა შეძლო ერთ დღეში გაენაეტინა ნეიტრალურ მდგომარეობაში საოცარი უნიკალური ოპერაციები ჩაატარეს. თუმცა ყურადღება აუცილებლად მისაქცევია, ვიცით, რომ დიდი რესურსი გააჩნია, სახელმწიფო არის, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჭიდილის დროს რამდენად შეძლებს და არა მარტო ამერიკასთან ამ დროს ტერორისტული აქტივობის პირობებში ამერიკის მხარეს დადგებიან ასევე მისი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სხვა სახელმწიფოები, ვინაიდან ტერორისტული საქმიანობა ეს არის საერთაშორისო დანაშაული, შესაბამისად
მე არ მგონია რომ რა გაცხადებული და რეალური პოზიცია ერთმანეთს შეესაბამება. იყოს შესაბამისობაში. იმედი ვიქონიოთ რომ ასეც იქნება რეალურად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო დღეს განსხვავებული ესე ვთქვათ პროფილით მიდიოდა ჩვენი მსოფლიო როგორც ასეთი. დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ კიდევ იქნები ჩვენი სტუმარი მომავალშიც. გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე იყავით ჩვენთან დარჩით. მადლობა. მადლობა.